მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ ლამრი და ეს არის ჩემი არქი კეტო მეგობარი. დღეს ძალიან მაგარი დღე არის, იმიტომ რომ გავხსენით ჩემი კეტო სამზარეულო YouTube-ზე და ამიერიდან ძალიან ბევრ საინტერესო და სახალისო კერძებს შემოგთავაზებთ. რაც შეეხება დღევანდელი დღის მთავარი კერძი, იქნება უდიდებულესობა ქათამი. პირველ რიგში უნდა მოვამზადოთ ქათმის მარინადი. ამისთვის დაგვჭირდება სუნელები, ხმელი სუნელი, სვანური მარილი, შავი პილპილი, ჩვეულებრივი მარილი, ნაღები და ზეითუნის ზეთი. ეს ყველაფერი ერთმანეთში უნდა შევაზავოთ და შემდგომ ქათამს უნდა წავუსვათ. ამავდროულად წინასწარ შეგიძლიათ გაახუროთ ღუმელი 200 გრადუს ტემპერატურაზე და როდესაც უკვე მოვამზადებთ ქათამს, შევდგოთ დუხოვკაში. ვამატებთ ნაღებს. ნაღები ბევრი არ უნდა. ახლა ეს ყველაფერი ავურიოთ. აი ესე გამოიყურება ჩვენი ის მასა, რომელშიც უნდა შევაზავოთ ქათამი. ახლა მეგობრებო, ეს ქათამს წავუსვათ კარგად ყველგან. შიგნიდანაც, გარედანაც. ზეითუნის ზეთი დავასხათ შარონაზე. მოდი ეს გადმოვიტანოთ შარონაზე და იქ გავაგრძელოთ წასმა. ყველგან თანაბრად გადაანაწილეთ. შეანათ რაც ყველას უშვებით, ამიტომ ძალიან რო არ გათხელდეს ზუსტად, მაგიტომ არ უშვებით ბევრ ნაღებს, რომ გათხელებული კარგად არ წაესმევა. აი ასე გამოიყურება მეგობრებო ჩვენი ქათამი შეზავებული. ზეითუნის ზეთი ასხია ქვემოთ, რომ კარგად შეიბრაწოს. შევდგათ ეს ქათამი შუაში. მოკლედ დაახლოებით 9 საათი უნდა შევდგათ ღუმელში და შემდგომ უნდა დავუმატოთ ბოსტნეული, რომელსაც ახლა მოვამზადებთ. მოკლედ სანამ ქათამს ველოდებით, დაახლოებით 9 საათი, იქამდე მოვამზადოთ ბოსტნეული, რომლისთვისაც დაგვჭირდება ბულგარული, დაახლოებით ასეთ ნახევარმთვარეებად უნდა იყოს დაჭრილი, რომ შიგ თავსი მასა არ გადმოიღვაროს. ასევე დაგვჭირდება პამიდორი, სულგუნის ყველი, სოფლის, წვანილები დაჭრილი წვრილად, ქინძი და რეჰანი, ავოკადო, სამიცალი კვერცხი და კიდევ ნაღები. ესე კი მეგობრებო, გავსხმოთ ავოკადო და დავჭროთ პატარა კუბებად. ძალიან რბილი და გემრიელი ავოკადოა. ესე დავჭროთ პატარა კუბებად. ავთქვათ ჯამში კვერცხი. დავამატოთ მარილი. დავთქვათ. დავამატოთ ნაღები. ყველაფერი დავთქვათ კარგად. ამას ახლა დავამატოთ ჩვენი ავოკადოს კუბები. წვანილი. მარილი არაკლია. ახლა გავხეხოთ ყველი. ეს ბევრი არ უნდა. შიგნით ჩავხეხოთ. აი ესე გამოიყურება. შიგ თავსი უნდა ჩავასხოთ ბულგარულებში შიგნით და ესე გამოვაცხოთ. მეგობრებო, ჩვენს შიგ თავს რაც უფრო სქელი კონსისტენცია ექნება, უკეთესია რომ არ გადმოიყვაროს ცხობის დროს ბულგარულიდან. ბულგარული რაც შეიძლება ღრმა და დიდი უნდა იყოს. ახლა რაც შეეხება პამიდორს, პამიდორს ჩვენ ესე ნახევარმთვარეებად ვჭრით და ამასაც დავჭრით, რომ მე ზემოდან დავალაგოთ ბულგარულებს. აი ასე. ხლად
ძალიან გემრიელი ვარდისფერი პომიდორი არის. ეხლა უშუალოდ აწყობის პროცესი. მოკლედ მეგობრებო, ამ ჩვენს მომზადებულ სითხეს ვასხავთ ბულგარულის გულში და შემდგომ დუხოვკაში ვაცხობთ ქათამთან ერთად. როდესაც ცოტა უკვე გამოცხება და შეშრება, ზემოდან ვამატებთ მერე უკვე პომიდორს და გახეხილ სულგუნის ყველს. მე ვიყენებ ამ ეტაპზე სულგუნის ყველს, თუმცა თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერი ყველი გამოიყენოთ. აი ასე გამოიყურებო მეგობრებო ჩვენი შიგთავსი, რომელსაც მერე ქათამთან ერთად ვალაგებთ, აგერ აი ესე. ეცადეთ რომ არ დაგიღვაროთ. ქათამი ოდნავ შეიწვა. 10 წუთის განმავლობაში გამოვაცხო და შემდგომ დავუმატოთ პომიდორი და სულგუნის ყველი. აი ასე გამოიყურება ეს ჩვენი ქათამი და ბულგარული. ამას ახლა ჩვენ დავამატოთ პომიდორი. ძალიან დიდი პომიდორები იყო და შუა-შუა გავჭერე და ისე დავალაგე და ზემოდან ვაყრით უკვე სულგუნის ყველს. ძალიან ცოტა ხნით კიდევ შევდგათ დუხოვკაში, იმიტომ რომ თითქმის უკვე მომზადებულია ქათამიც და ბულგარულიც. შემდგომ უკვე შეგვიძლია გამოვიღოთ და დავაგემოვნოთ. ნახოთ ახლა როგორი გამოვიდა ჩვენი უგემრიელესი და ძალიან სასარგებლო ქათმის კერძი და დავაგემოვნოთ. აი ასე გამოიყურება მეგობრებო ჩვენი მადისაღმძვრელი კერძი. პირველ რიგში მოდი ეს ჩვენი კერძი გადმოვიღოთ თასზე. გორი დაბრაწულია. მოკლედ მეგობრებო, ამასობაში ჩემო პატარამაც გაიღვიძა და ასე რომ ერთად დავაგემოვნებთ ჩვენს მომზადებულ უგემრიელეს და ძალიან ჯანსაღ კერძს, ხოდე? მადისაღმძვრელად გამოიყურება. გარდა მაგისა ძალიან ბევრი სასარგებლო კეტომეგობრული პროდუქტებით არის დამზადებული და არის ჯანსაღი და უგემრიელესი. დარწმუნებული ვარ თქვენს და თქვენს ოჯახის წევრებსაც ძალიან მოგეწონებათ. აუცილებლად მოამზადეთ თქვენს და გამიზიარეთ თქვენი აზრი როგორ მოგეწონებათ. ცხიმის სახით გვაქვს ამ კერძში ქათმის ცხიმი, ზეითუნის ზეთი, ნაღები, ყველი, ასევე ავოკადო. რაც შეეხება ბოსტნეულს, ბოსტნეულის სახით გვაქვს ბულგარული, პომიდორი და მწვანილები, ცილა, ქათამი და კვერცხი. ცილა ბუნებრივია ცოტა უნდა მივიღოთ, უფრო მეტი წილი უნდა მივიღოთ ცხიმი, თუმცა შეგიძლიათ რომ ცხიმი სხვა სახითაც მიიღოთ დღის განმავლობაში. ძალიან გემრიელი, მადისაღმძვრელი და სასარგებლოა. მე ძალიან მიყვარს ფრთა, განსაკუთრებით ესეთი კარგად დაბრაწული. ისეთი გემრიელი არის, რომ ლამის ძვლებიანად შევჭამო. და შენც გინდა? შენთვის ჯერ არ შეიძლება, შენ პატარა ხარ, დიდი ბიჭი რო გაიზრდები, აუცილებლად გაგიკეთებ ხოლმე და გაჭმევ. თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, მოიწონეთ ვიდეო და გამოიწერეთ ჩემი არხი. მომავალში კიდევ უფრო ბევრი საინტერესო და სახალისო რეცეპტი რომ შემოგთავაზოთ. შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. კაი, всё.